იმედგაცრუების შიში ბავშვებში იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის. ხშირად უფროსისგან მიღებულმა შენიშვნამ ან წარუმატებლად დასრულებულმა დავალებამ შესაძლოა ბავშვებში მძიმე განცდები გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების სწორი მიდგომა და ბავშვის ყოველი ქმედების ადეკვატურად შეფასება. გიორგის არც ერთი იმედგაცრუება ოჯახის წევრებს არ გამოპარვიათ. თუ რაიმე დავალების შესრულება ვერ შეძლო, დასახმარებლად უფროს დასს მიმართავს. გიორგი ჩვენ ოჯახში ყველაზე პატარა წევრი არის. ბავშვი რაღაც შენიშვნას აძლევენ, ან თუნდაც სახლში ოჯახში რაღაც შენიშვნას მივცემთ, გულთან ძალიან ახლოს მიაქვს, მაგრამ ერთი მხრივ კარგიც არის, მე რო ვცდილობს, რომ თვითონ გამოასწოროს, თუ რაღაც ხდება, რომ არ გამოსდის, უკვე ჩემთან მოდის და მე მთხოვს, რომ დავეხმარო ამის გამოსწორებაში. ფსიქოლოგი თამარ ხუბულავა ამბობს, რომ იმედგაცრუების შიში ბავშვებში არ არის თანდაყოლილი, არამედ ეს განცდა გარემოდანაა შეძენილი. პირველი იმედგაცრუება წარმოიშობა მაშინ, როდესაც მის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. ანუ ცხოვრების პირველ თვეებში ეს არის საკვები, მზრუნველობა, დედასთან სიახლოვე და ასე შემდეგ, რომელიც მისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში გულისხმობა არა მხოლოდ საკვებს, არამედ დედასთან სიახლოვეს. როდესაც ბავშვი ტირის და ვთქვათ მისი გარშემომყოფები ცდილობენ რომ დააწყნარონ, მაგრამ ამ შემთხვევაში დედა არ არის ახლოს, მისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ასეკის მატებასთან ერთად ბავშვი სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება, იცვლის გარემოს, სოციუმს და შესაბამისად იმედგაცრუების შიშიც ღრმავდება. ამ დროს მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების როლი. აუცილებლად იყავით თანმიმდევრული, როდესაც ბავშვს შენიშვნას აძლევთ. როდესაც მშობელი ზედმეტად ესე ვთქვათ დაუყვავებს და ნუგეშინია მასწავლებელი არის დამნაშავე ამაში და შენ არაფერი არ დაგიშავებია და ასე შემდეგ, ამის ასე ვთქვათ მუდმივად გამეორების შედეგად შეიძლება ბავშვს ჩამოუყალიბდეს ესეთი განცდა, რომ თვითონ არის უნიკალური და მისი სამყარო, მის გარშემო არის ასე ვთქვათ არასრულყოფილი და ბუნებრივია შემდგომში მის ცხოვრებაში იმედგაცრუება უფრო ხშირად შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ასე არ არის სამყარო მოწყობილი. პირველ რიგში გაარკვიეთ, რას გრძნობს და განიცდის ბავშვი ამა თუ იმ შენიშვნაზე. ასწავლეთ წარუმატებლობის ადეკვატურად შეფასება და დაეხმარეთ შედეგის გაუმჯობესებაში. როდესაც ბავშვი იმედგაცრუებულია, არავითარ შემთხვევაში არ გაუღრმავოთ განცდები.